შემოგვიერთდნენ რუსთავის წმინდა გიორგის ტაძართან არსებული საკვირაო სკოლის მრავლობელ მომღერალთა გუნდი, რომლის წევრებიც მშობლები და შვილები არიან. გუნდის სიახლეებზე ისაუბრებენ ხელმძღვანელი ოთარ მუშკუდიანი და გუნდის წევრი ხათუნა გულაშვილი. ასევე მოვისმენთ ბუნებრივია მუსიკალურ ნომერსაც მათი შესრულებით. დილომშვიდობისა. ყველას მოგესალმებით და ძალიან დიდი მადლობა ჩვენთან სტუმრობისთვის. მადლობა მოწვევისთვის. ჩვენს გადაცემაში უკვე ნამყოფი ხართ, თუმცა შეხსენებისთვის პირველ რიგში ჩვენს მაყურებელს რომ შევახსენოთ გუნდის შექმნის ისტორია და შემდეგ უკვე სიახლეებზე ბუნებრივია ვისაუბროთ. როდის შეიქმნა გუნდი, როგორ ჩამოყალიბდა ეს გუნდი, რომ მოვუყვათ მაყურებელს? გუნდი ჩამოყალიბდა 2 წლის წინ, 2 წელი ეხლა ხდება ნოემბერში. 2 წლის წინ ჩამოყალიბდა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის საკვირაო სკოლების ბაზაზე. და ჩვენთან წინაზეც ვიყავით თქვენთან და თქვით როგორ ჩამოყალიბდა, დედებმა მოიყვანეს შვილები, უნდათ რომ ესწავლათ საგალობლები და სიმღერები. თავიდან ჩვენი პირველადი მიზანი იყო საგალობლების სწავლა. ეხლა სიმღერებიც ვისწავლით. და მე შევთავაზე დედებს რომ თქვენც ხომ არც დიდით მეთქი და სადოთო მითხრეს და ცადეს და გამოვიდათ და გამოვიდა დედების და შვილების გუნდი. ძალიან კარგი. აი იმ შექმნის შემდეგ 2 წელი გავიდა, როგორც უკვე გითხარით. და როგორ მიმდინარეობს რეპეტიციების პროცესი, როგორ ჩამოყალიბდა თქვენი რეპერტუარი, ბუნებრივია, გაიზრდებოდა ხომ შესრულებული სიმღერების რაოდენობა? კი. შარშან თქვენთან როცა ვიყავით, შარშან ვიცოდით ძირითადად საგალობლები. მას მერე ჩვენ ვისწავლეთ სიმღერები, საკმაოდ დიდი რეპერტუარი დაგროვდა ჩვენს ხელთ. და საკმაოდ დიდი აქტივობები ჰქონდა წელს. ესე სოლო კონცერტი ჩავატარეთ, საჩვენებელი საანგარიშო კონცერტი რუსთავში. ორჯერ ვიყავით ლეჩხუმში, ასე ვთქვათ, შიდა ტურით, გასტროლებით, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მხარდაჭერით და რუსთავის მერის მხარდაჭერით ვიყავით პირველ წასვლაზე და ცაგერის მერის ორგანიზებით. როგორ შეხვდა დამსწრე საზოგადოება მსმენელები, იმიტომ რომ ასეთ ფორმატით ალბათ არ შეხვედრიათ ხო ანსამბლები, გუნდები და ასე შემდეგ. ლეჩხუმში ჩვენ გასტროლს თუ ადგილობრივად. საკმაოდ მე მგონი მე ვფიქრობ რომ საკმაოდ წარმატებულად ჩაიარა ჩვენმა გასტროლებმაც და სოლო კონცერტმაც. დიახ. ქალბატონ ხათუნა, თქვენს მინდა გკითხოთ რეპეტიციების პროცესთან დაკავშირებით, როგორ მიმდინარეობს რეპეტიციების პროცესი? შვილები უჯერებენ თუ არა მშობლებს და ხელმძღვანელს? საინტერესო შეკითხვა, იქიდან გამომდინარე, რომ მე თან პროფესიით ბავშვთა ფსიქოლოგი ვარ და ძალიან ზუსტად დაგვიჟონ შეკითხვა. კი ბატონო. ეხლა ბავშვები და ცელქობა განუყოფელია, მაგრამ თვითონ ბავშვებიც გრძნობენ იმ პასუხისმგებლობას, როცა შევდივართ ტაძრის ტერიტორიაზე, როცა გვაქვს სატრაპეზოში ჩვენ თვითონ ეს რეპეტიციები ვხედავთ ხატების გარემოცვაში, ბავშვებიც გრძნობენ ამ პასუხისმგებლობას და მართალია აბრაზება და ხარვასწავლებას, მაგრამ კი, ძირითადად მაინც აი ამ პასუხისმგებლობის გრძნობა აქვთ და ძალიან ესე დიდებივით მნიშვნელოვანია თავად მომავალი თაობისთვის, რომ მშობლებიც ჩართულები არიან და მათთან ერთად დგანან სცენას. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ერთსულოვნებისთვის, ოჯახის და ზოგადად მათი სამომავლო ხედვებისთვის ეს ყველაფერი თუ რა გარემოში იზრდებიან და რა კვალს დატოვებს ეს ყველაფერი მათზე, მათ ზნეობაზე, მათ კულტურაზე. ვის აქვს შესაძლებლობა რომ გუნდის წევრი გახდეს? დედმამიშვილებიც არიან ალბათ ხომ ბუნებრივია გუნდის წევრები. ჩვენი ერთ-ერთი, ჩვენ მატება გვაქვს ჯგუფში. ძალიან კარგი. ანა გვყავს აქ, ანას თეკლა და ნიკოლოზი დადიან, შარშან ვიყავით. მაგრამ ახლა კიდე პატარა შეეძინა და ერთი სახში ყავს, ასე რომ მოთხოვნა. ელოდებით მატებასაც ხომ სამომავლო დედმამიშვილები, ოჯახის წევრები ნელ-ნელა შემოემატებიან. ნახევარი ჯგუფი მოვედით, იმიტომ რომ ზოგი ხა ვირუსების რაღაც დაიწყო უკვე სეზონი, ზოგი ცუდად არის, ზოგმა ვერ შეძლო. გარდა ოჯახის წევრებისა, სხვა სურვილს თუ აქვს საშუალება რომ შემოუერთდეს თქვენ გუნდს. რა თქმა უნდა. ეს კონკრეტულად გაქვთ მიღების პერიოდები, თუ ნებისმიერ დრო შეუძლიათ რომ ჩაერთონ? ჩვენთან ნებისმიერ დრო შეუძლიათ. დიახ. სამომავლო გეგმებზეც უნდა გკითხოთ აუცილებლად, თუ არის უკვე რამე კონცერტი ჩანიშნული, სხვადასხვა ქალაქში თუ გეგმავთ ამ კონცერტის ჩატარებას. ქალაქ გარეთ გასვლას. დიახ, გეგმავთ. ესე ლეჩხუმმა აი ესეთი მოწონება დაიმსახურა ჩვენი მხრიდანაც და ასევე ლეჩხუმელებსაც ძალიან შეუყვარდით, ასე ვთქვათ და მიგვიწვიეს კიდევ მომავალ ზაფხულსაც გეგმავთ რომ ლეჩხუმში გავაკეთოთ ეს შიდა ტური და ასევე
ვფიქრობთ საზღვარგარეთაც რაღაც ისე პატარა ჯერჯერობით საშუალო ფესტივალებზე გასვლას და კი. როგორ დგება რეპერტუარი გუნდის? საგალობლების გარდა კიდევ სიმღერებსაც შეისწავლიან ხომ თავისთავად და რეპერტუარის დამუშავება როგორ ხდება? რას ანიჭებთ უპირატესობას? დიახ, ჩვენი რეპერტუარი ხალხური სიმღერებია ძირითადად. თითოეულ ქალაქური სიმღერებიც გვაქვს, მაგრამ ძირითადად ტრადიციული ქართული ფოლკლორია. რეპერტუარი, ანუ სირთულის მიხედვით რამდენად დაძლევადია, რამდენადაც დავძლებთ, თუ გამოგვივა და ხარისხი მოგვეწონება, ვაკეთებთ ნებისმიერ ფოლკლორულ ნაწარმოებს. წარმატებები გვინდა გისურვოთ თქვენს მშობლებს, მათ შვილებს, ამ გუნდის წევრებს ყველას აბსოლუტურად და ვიცით რომ უნდა შეგვისრულოთ ორი სიმღერა, პირველ სიმღერას ჯერ რაც შეგვისრულეთ მისი სახელწოდება რომ გითხრათ და მერე რა დაინაცვლეთ თქვენს გუნდის წევრებთან ერთად. ჩვენ ორს შევასრულებთ, რადგან გალობელ მომღერალთა გუნდი ვართ. ერთ საგალობელს შეგისრულებთ და ერთ სიმღერას. დიახ, ახლა რაც შეგვისრულებთ, ერთი საგალობელი ალბათ. გალობას ნეტარ არსკაცი და შემდეგ რაჭულ სიმღერას. დიახ, დიდი სიამოვნებით მოგისმენთ რომ რა დაინაცვლოთ ჩვენ სცენაზე, მანამდე კი მაყურებელს შევახსენებთ რომ ჩვენი სტუდიის სტუმრები იყვნენ რუსთავის წმინდა გიორგის ტაძართან არსებული საკვირაო სკოლის გალობელ მომღერალთა გუნდი, მათი ხელმძღვანელი ოთარ მუშკოდიანი და გუნდის წევრი ქალბატონი ხათუნა გულაშვილი. გისმენთ დიდი სიამოვნებით. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ მოგისმენთ დიდი სიამოვნებით. Rashoda, Delio, Delio, Della Rashoda,
ესევაო რაშოვდა რაშოვდა გვერდების წეწევაო რაშოვდა რაშოვდა გოგოები ძახიან რაშოვდა რაშოვდა მეგონის აღშევაო რაშოვდა რაშოვდა მამასახლისი გალახეს რაშოვდა რაშოვდა გასაშველებლად მივედი რაშოვდა რაშოვდა ერთი ორი მეც მომარტყეს რაშოვდა რაშოვდა დელიო დელიო დელა რაშოვდა Tashi bijongi orguna argo ushrae boshuna 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 do kurdi magasao magi qidis kabasao 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 abagani gastagani gani bijogani o gogo shenki genatsvale gavlaga Molashio, go usvida gamo usvitom chianuria, mezo bliskas nu achle bisichina uria. Tashi bijongi orguna argo ushrae boshuna 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 do kurdi magasao magi qidis kabasao 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 ძალიან დიდი მადლობა სიმადლობა რომ იყავით ჩვენი სტუდიის სტუმრები, წარმატებებს გისურვებთ და დაგემშვიდობებით. შევახსენებთ მაყურებელს, რუსთავის წმინდა გიორგის ტაძართან არსებული საკვირაო სკოლის მრავლობელ მომღერალთა გუნდი იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი.